ცხოვრობ და ვმუშაობ ვარშავაში. ოჯახით ცხოვრობ, ვმუშაობ ჩემი პროფესიით და ვარ მკერავი კონსტრუქტორი. და 4 წლის წინ გადავწყვიტე ემიგრაციაში წამოსვლა. ეს გადაწყვეტილება არ იყო სწრაფად მიღებული, იყო ნაფიქრი, გააზრებული და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი რა სირთულეებს შეიძლება შევხვედროდი და რა დაბრკოლებები და მელოდებოდა, ამ გადასახედიდანაც ნამდვილად მიღირდა და იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე. პირველი სირთულე არის ენის ბარიერი, ამიტომ პირველ ეტაპზე რამოდენიმე თვე ვერ დავიწყე ჩემი პროფესიით მუშაობა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ჩემთვის დაბრკოლება. ჩემი პირველი სამსახური ჩემი პროფესიით იყო უკრაინულ ფირმაში. უკრაინულ ბენჩი. უკრაინაში როცა დაიწყო ომი 2022-ში, ერთ-ერთმა უკრაინულმა ბრენდმა გადაწყვიტა წარმოების გადმოტანა ვარშავაში და შანსი მომეცა მიუხედავად ენის არ ცოდნისა, რომ პოლონური არ ვიცოდი, შევძელი ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყება. ენის ბარიერის დაძლევის შემდეგ ძალიან ფართო შესაძლებლობებს გაძლევს ეს ქვეყანა. ამჯერად მუშაობ პოლონურ ფირმაში, რომელიც ისევ იგივე სპეციფიკით მუშაობს, კერავს საქორწინო კაბებს ვარშავაში და გარემო მაქვს პოლონური თანამშრომლები, ძალიან მეხმარებიან იმაში, რომ ვისაუბრო პოლონურად, ტოლერანტულია პოლონური გარემო, მე ვისაც შევხვდი. არასდროს არ დაქცინებენ შეცდომაზე, მაქვს 8 საათიანი გრაფიკი და მაქვს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და არ შემიძლია კერვის გარეშე სახლში შევიძინე საკერავი მანქანა. სულ იყო ხოლმე რაღაც გულისწყეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რატო არ გაქვს სახლში მანქანა და ეხლა უკვე მაქვს და დიდი სიამოვნებით გაუწევ მომსახურეობას ჩემ თანამემამულეებს სახლშიც. ვასრულებ ნებისმიერ სამუშაოს, რაც შეეხება ჭრაკერვას და ტანსაცმლის შექმნას ან გადაკეთებას. თუ ხარ პასუხისმგებლიანი თანამშრომელი, თავს გრძნობ დაფასებულად. დაფასებას არც საქართველოში უჩიოდი, უბრალოდ იქ ცოტა დროის მენეჯმენტი იყო ყოველთვის პრობლემა და ეხლა მეც ცოტა სხვა ეტაპზე ვარ ცხოვრების სხვა ასაკში და მჭირდება ვმუშაობდე და შვილებთან დროის გატარების საშუალებაც მქონდეს. ამას გამოვყოფდი პოლონეთში განსაკუთრებით, რომ სამუშაო საათები არის მოწესრიგებული და პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო. აქ ძალიან ფერად საქორწინო ტანსაცმელს კაბებს იკერავენ. სულ არის ყვავილები, ჩიტები, ქართული გემოვნება, მოგეხსენებათ, უფრო თეთრი და ღია ფერთან ასოცირდება საქორწინო კაბა, მაგრამ პოლონეთში ამას ვერ ვიტყოდი. არის ჭრელი საქორწინო კაბები და ზოგჯერ არც მჯერა რომ საქორწინო კაბას ვკერავ. მაგრამ ძალიან საინტერესოა პროცესი მუშაობის თვითონ და გარემოც. ენის ცოდნაზე და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაზე არის დამოკიდებული შენი ინტეგრირება და სტაბილურობის განცდა ამ ქვეყანაში. გადაწყვეტილება, რომელიც 4 წლის წინ მივიღე, არა იმიტომ, რომ საქართველოში არ შემეძლო მუშაობა, იქაც მუშაობდი, არამედ მივიღე იმიტომ, რომ ჩემი შვილები იყვნენ ისეთ ასაკში, რომ მათთვის უსაფრთხო გარემო იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ გადასახედიდან რომ შევაჯამო, იყოს სწორი გადაწყვეტილება, იყოს სირთულეებით სავსე პირველი წლები, მაგრამ მიყვარს გამოწვევები და ერთგვარად საინტერესოა ჩემი აზრით. ემიგრანტობა არ არის დრამა, არ არის რაღაც მსხვერპლობა, ეს არის შენი გააზრებული გადაწყვეტილება, რაღაც ეტაპი, ყველასთვის ინდივიდუალურია, ვინ რა მიზეზით იღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის რაც იყო, რომ ჩემი შვილები ყოფილიყვნენ უსაფრთხო გარემოში და მე
მე მეგრძნო თავი როგორც დედა სტაბილურად და მშვიდად ეს მიღწეულია. ოღონდ ამ მიღწევებზე რა თქმა უნდა არ ვაპირებ გაჩერებას. სამომავლო გეგმებიც ისევ ჩემს საქმეს უკავშირდება, როცა უკვე ბიუროკრატიული საკითხები მექნება დავაგებული.